გამომრჩეველს საზოგადოებას ყველა დეპუტატი აბარებს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ თუ ერთი წლის განმავლობაში რა გაკეთა მცდელმა დეპუტატმა. დღეს ჩვენ მოვისმენთ ალბათონი ლალი საჯაიას, ლელა საჯაიას პროდიუცერით ანგარიშს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ლელა არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული კომისიის თავმჯდომარე, ძალიან აქტიური ქალბატონი. გვეტყვის ლელა ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა თუ რა სამუშაოები შეატარა, ასე ვთქვათ. და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ეს გადაცემა, რაც ყველა საგრებულოს თომა, ასევე ინტერნეტ ტელევიზიით გადაიცემა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს ნახოს ინტერნეტში, ნებისმიერ ჩვენ სოფელში და მე ვთვლი, რომ ინტერნეტი ასე ვთქვათ, რაც ესეთი შორეული ხილი არ არის ახლა თითოეულ ადამიანისათვის. უმრავლესობა ადამიანებს სოფელში აქვს უკვე და ინამ სტომაზე ნებისმიერ ჩვენს ინამ შეხვედრაზე და რეალურ სტომაზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესებში და ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. შეკითხვები დაუსვას ნებისმიერ დეპუტატს თუ საგრებულოს. ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ ჩვენ ყოველდღე შეიძლება ახლოს ვიყოთ საზოგადოებასთან, ახლოს ვიყოთ ჩვენ სამომრჩეველთან და მეტი საჯაროება მოაბათ საზოგადოების ფენების ჩართვა ყველა ამ პროცესში. მოусმინოთ. მე რა თქმა უნდა თუ შეკითხვები გვექნება, რა თქმა უნდა შევეკითხოთ, ვიპასუხებთ. ანგარიშის დაწყებამდე გითხრათ, რომ გაცილებით მეტია სურვილი გააკეთოს საქმე, მაგრამ ხშირად ყოველთვის სასურველი არ არის შესაძლებელი. რამდენად მოვახერხე ჩემთვის დაგისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობის შესრულება, ეს ჩემთვის მომიდია. მე მცდად ვარ ნებისმიერი თქვენგანის ასე კრიტიკული შეფასების მოსასმენადაც. კი წარმოგიდგენთ ჩემს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს 2016 წლის იანვრიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად პროპორციული წესით ქართული ოცნების პოლიტიკური ფონდი აირჩიეს სინდიკეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. საანგარიშო პერიოდში ხელმძღვანელობდი საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მინდა გითხრათ, რომ მონაწილეობდი საკრებულოს აბსოლუტურად ყველა სხდომის მუშაობაში, სულ ჩატარდა 22 საკრებულოს და 26 საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელთაც მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სტატისტიკური მონაცემებით სულ დარეგისტრირდა 206 სამართლებრივი აქტი, აქედან 28 დადგენილება, 73 განკარგულება და 105 ბრძანება. მე აქტიურად მონაწილეობ ფრაქციის სხდომების მუშაობაში და როგორც საკრებულოს წევრი ქართულ ჭერ ქართული ოცნების პოლიტიკურ კურსს. ვხვდები მოქალაქეებს და ვისმენ მათ პრობლემებს. პატივცემ მათ ასვს და შესაძლებლად ვიზიარებ მათ რეკომენდაციებს. მახარებს იმ საკრებულოს წევრობა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ქვეყნის მასშტაბით საქმიანობაში დანერგა სიახლეები მოქალაქეთა ჩართულობის გაქტიურების მიზნით. ჩვენთან, ჩვენი მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით შეიქმნება სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსდა არაჩვეულებრივი პროექტები მართეს ახლიდან, ეფექტიანი მმართველობის და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების დანება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ინფორმირების სისტემის ამოქმედება თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის
ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ისეთი სერვისების მიღება, როგორც არის სხდომების ონლაინ ტრანსლაცია, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრების შექმნა სწორად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ონლაინ ინსტრუმენტების დანერგვა, მოქალაქეთა ონლაინ მონაწილეობა, შეტყობინებების, SMS-ების დაგზავნის სისტემის დამოქმედება, საჯარო ინფორმაციის საძიების შექმნა და სხვა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც გამოთქვა განსაკუთრებული მზადყოფნა ყველა ინოვაციისთვის, რაც მის ღიაობას და ანგარიშვალდებულებას ზრდის. აღნიშნავ, რომ ყოველივე ჩემი და როგორც აგრეგულოს წევრის და ჩემი თითოეული კოლეგის განსაკუთრებული პასუხისმგებლობების დასაციტვებს და მუშაობასაც უფრო შინაარსიას და საინტერესოს ხდის. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ამიჩიეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ჩვენი კომისია წარმოადგენს მუდმივ მორქმედ ორგანოს, რომელიც საკრებულოს დებულებით და კომისიის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას უწყობს ხელს. კომისიის შემადგენლობა განსაზღვრულია 12 წევრით, მუშაობს შესაბამისი სამუშაო გეგმის მიმართულებებით, საკითხავთ შეგაწყენთ თავს და ეს ჩემს ანგარიშიც გამოქვეყნდება ოფიციალურად ვებგვერდზე. კომისიასთან შექმნილი არის 3 სამუშაო ჯგუფი განათლების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა, ასევე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა და სოციალური უზრუნველყოფის და დასაქმების საკითხთა ჯგუფები. კომისიის სხდომები ტარდება რეგულარულად და ორგანიზებულად, განხილული საკითხები პასუხობს დებულების მოთხოვნებს, სულ ჩატარდა 20 სხდომა, მათ შორის ერთობლივი სხდომა საფინანსო საბიუჯეტო კომისიასთან, განხილული იქნა 29 საკითხი და მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც წარებინა საკრებულოს ბიუროს. აქედან რამდენიმე საკითხი განხილული იქნა საკრებულოში, რომელმაც ასახვა შესაბამის დადგენილებებს. კომისიამ გეგმის შესაბამისად განიხილა დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა, ჯგუფის ხელმძღვანელების არჩევა, ფრაქციების გადანაწილება, განახორციელა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან, შეისწავლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების არსებული წესი, განიხილა ანგარიშები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ტოლმითა და გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსის, ასევე კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების სამსახურის და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგინა თითოეული სამსახურის ინიციატივები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მდგომარეობის შესწავლა. შესწავლილი იქნა მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების დემოგრაფიული მონაცემები. მოისმინა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის ანგარიში სასწავლებლის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე ჩატარდა კვლევა ბაღებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად. განიხილა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები, კულტურული ღონისძიებები, დამტკიცდა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურული ღონისძიებების პროგრამა. მოისმინა გამგეობის შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული საქმიანობების შესახებ. განახორციელა ანგარიშის ანალიზი, წარმოადგინა შენიშვნები, სამსახურის მიეცა რეკომენდაციები განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივ მოქმედმა კომისიებმა, ფრაქციებმა ერთად განვიხილეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი. ეს პერიოდი იყო ყველაზე აქტიური პერიოდი კომისიის მუშაობის მანძილზე. არც ერთი საკითხი, რომლის განხილვა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ეხებოდა, არ დაგვიტოვებია განსაკუთრებული ყურადღების გარეშე. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა სამსახურის ხელმძღვანელი და მოვთხოვეთ გადემართა კომისიისთვის ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ის მუნიციპალიტეტის თანხებით გეგმავდა. ვფიქრობ, ჩვენმაც ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ბიუჯეტში მაქსიმალურადაა წარმოდგენილი ყველა ის საშუალება, რაც მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე გააჩნია. პროექტის განხილვისას მომზადებული განმარტებები დასკვნის სახით წარადგინა საკრებულოს, რომელიც შემდეგ აისახა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში. კომისიაში შესაბამისი სფეროს სამსახურებიდან სისტემატურად შემოდიოდა ინიციატივები, წინადადებები,
პროექტები, ასევე განხორციელებული სამუშაო შესახებ ანგარიშები. მინდა ხაზგასმით აღნიშნო გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, სელთა დაცვის, ასევე გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების, მათი უფროსების და სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასთან. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თვითმმართველ ერთეულზე დელეგირებული უფლებამოსილებები განსაზღვრულია კანონით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლებამოსილება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში, მათ შორის საგანმანათლებლო, სააღმრთელო და საგანმანათლებლო სააღმრთელო დაწესებულებებში, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის შესახებ. ამ უფლებამოსილებიდან გამომდინარე პერიოდულად თანამშრომლობდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამსახურთან, ვეცნობოდით მათ სამუშაო გეგმებს, ვისმენდით ანგარიშებს, ვსჯელობდით ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და ვაჩვენებთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს. რეალურად პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ არ არის დადგენილი ერთიანი სანიტარო-ჰიგიენური ნორმები საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებისათვის, რომელიც შემუშავებული უნდა იქნეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განათლების და მეცნიერების სამინისტროების მიერ. სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმები ერთგვარად მოძველებულია და ეხება მხოლოდ სამკეულ საკითხებს. სანიტარული კოდექსის ძალა და კარგულად გამოცხადების შემდეგ გაუქმდა ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული ის კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ სანიტარული და ჰიგიენური ნორმების და ამ სფეროზე ზედამხედველობას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი მართალია ითვალისწინებს ამ სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტის მიღებას, მაგრამ დღემდე ასეთი აქტები მიღებული არ არის. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მიერ ეს უფლებამოსილება პრაქტიკულად ვერ ხორციელდება. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, როგორც დელეგირებული, ისე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის აუცილებელია შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება. სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის საკითხების მართვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის მიზანია ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისათვის და მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. სპორტის შესახებ კანონი განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებს სპორტის სფეროში. ამ მუხლის თანახმად სპორტის სფეროს ადგილებზე მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების კომპეტენციას განეკუთვნება. კანონის ეს დებულება თვითმმართველობას აძლევს სპორტის სფეროს მართვის საკმაოდ ვრცელ წრეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მის მასობრივობაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რაც შეიძლება მეტი ადამიანი სარგებლობდეს სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების მომსახურებით. ჩაერთონ თვითმმართველობის ორგანოების მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებში. ანუ აქცენტები გაკეთეს არა სპორტულ მიღწევებზე, რაზეც ოლიმპიური კომიტეტი და სპორტული ფედერაციები უნდა ზრუნავდნენ, არამედ მასობრივ ხასიათზე. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სპორტულ სექციებსა და ღონისძიებებში ბავშვთა და ახალგაზრდების მონაწილეობას. მინდა აღნიშნო, რომ კალენდარული გეგმით გათვალისწინებული თითქმის ყველა ღონისძიება ჩატარდა. პირადად, როგორც კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღე მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში. ესებოდი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილ კულტურულ, სოციალურ, მასობრივ, საგანმანათლებლო და სანახაობრივ ღონისძიებებს. საანგარიშო პერიოდში რეაგირებისათვის დამეწერა სულ 23 წერილი და განცხადება. მოგეხსენებათ, რთული არ დაყოფილიყო კანონით გათვალისწინებულ ვადებში მათზე პასუხის მომზადება. განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ 2017 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად წარმოადგინა საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმრთელო გეგმის შექმნა, გარემოს შექმნა, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ნორმალური გაუმჯობესებული სააღმრთელო პროცესის ჩამოყალიბება, სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ბავშვების სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარების სრულყოფაა. აქტიურად თანამშრომლობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელსაც აქვთ განსხვავებული ხედვები, დამოკიდებულებები, მიდგომები მთელი რიგი საკითხების მიმართ. ჩვენთვის საყურადღებოა მათი წინადადებები, რეკომენდაციები, რომელსაც დიდი ყურადღებით ვეცნობთ და ვითვალისწინებთ კიდეც. მისასალმებელია მოსახლეობის
არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის საშუალებების აქტიურობა. მიმაჩნია, რომ ასე უფრო მეტადაა შესაძლებელი ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. ამგვარი მიდგომით, ჩვენ ვინარჩუნებთ მასობრივ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სისტემატურად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, რომელთაც საინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ჩაერთნან კომისიის საქმიანობაში, თვალი ადევნონ ჩვენს კომპეტენციას დაქვემდებარებული საკითხების განხილვას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა კომისია პასუხისმგებლობით, აქტიურობით, გულისხმიერებით და ეფექტური მოძრაობით განახორციელებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. ვფიქრობ, რომ გასული 2016 წელი იყო ნაყოფიერი და საინტერესო. განსაკუთრებით გამოყოფდი იმ პროექტებს და ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ესაა ოზურგეთში მცხოვრების სოციალურად დაუცველი 90 უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფანქების გადაცემა. მუნიციპალიტეტის მიერ 4 ახალი თანამედროვე სტანდარტების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული საბავშვო ბაღების აშენება. ტრადიციულად დამკვიდრებული სახალხო დღესასწაულების კალანდრობა, ეფექტურობა, ჯვარცმულობა, შემოქმედობა, ღონისძიების აღნიშვნა და გამორჩეული ადამიანების საპატიო მოქალაქის ტიტულით დაჯილდოება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ადრეული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის ვაშნარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოებისადმი მხარდაჭერა. ვაშნარის ტერიტორიის შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. მას ახორციელებს აკადემიკოსები ვაჟა სასაძე და მირაბ ძნელაძე და 1959 წლის შემდეგ მსგავსი ღონისძიებები ვაშნარის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა, რასაც მივესალმებით და უჭერთ მხარს ამ ეტაპზე მოხდება ტერიტორიის გაწმენდა, კონტროლებით აფიქსირება და შემდეგ იგეგმება ძეგლის აღდგენა და კონსერვაცია. რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გახდება კუთხე. დადგენილების მიღება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის სტანდარტის დამტკიცების შესახებ. საჯაროობა და ინფორმირებულობა მოსახლეობის გააქტიურების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა. აღნიშნული ნორმატიული აქტი ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ წესით ადგენს როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასევე საბიუჯეტო დაწესებულებების საქმიანობის საჯარო განხილვას, დაგეგმვას და შესაბამისად აღსრულებას. როგორც დეპუტატი მონაწილეობდი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიებში თემებზე არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლისა და თამბაქოსაგან, მიმდინარე მიგრაციული პროცესები, რელიგიური ტოლერანტობა და რელიგიური თავისუფლება, მომავლის თაობის პროექტები და სხვა. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა და თანადგომა ისეთი მნიშვნელოვანი თემებისა და პროგრამების განხილვისას აუცილებელია, როგორცაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ახორციელებენ. ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში, ეუფლებიან არა მარტო სამოქალაქო განათლების მემართულებებს, არამედ ითვისებენ იმ უნარჩვევებს, რომლებიც ასე აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავიარე კონრად ადენაუერის ფონდის ინიციატივით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი, საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში. წარმატებით გავიარე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სამთვიანი სასწავლო კურსში ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლად. ასევე მონაწილეობდი საკრებულოს წევრ ქალთა მესამე კონფერენციაში გამარჯვებთ ქალებთან ერთად და ვიყავი საკრებულოს წევრ ქალთა მესამე ფორუმის მონაწილე. ფორუმს უძღვებოდნენ NDI-სა და AIRA-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელები, პრეზიდენტის მრჩევლები, საკრებულოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები და ჩემთვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა ამ კონფერენციებში, ამ შეხვედრებში მონაწილეობა გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ მათგანთან მოვახერხეთ გასაუბრება მუნიციპალიტეტის რიგ პრობლემებზე, მივიღეთ მათგან საკონტაქტო ინფორმაცია და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას მათთან კოორდინირებული მუშაობით ვახერხებდით.
გასულ წელს მონაწილეობა მიიღე გაზეთ გურია ნიუსის და ორგანიზაცია ოსტალიონის ბლოგების კონკურსში, რომელიც მონოლოგიდან დიალოგამდე პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა გულის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში მომუშავე ქალების საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაჩნობას, მათ კონსოლიდაციას. მონოლოგიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლის ხელშეწყობას. გურია ნიუსის ვებგვერდზე ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა გურიის 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქალების ბლოგ პოსტების სახელწოდებით ქალი პოლიტიკოსის კვირა. მოხარული ვარ, რომ ჩემს ბლოგს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს. პროექტში გამარჯვებაზე მეტად ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საშუალება მომეცა ჩემი ამომრჩევლისთვის, თანამოაზრეებისთვის, გულშემატკივრებისთვის და თვით ოპონენტებისთვისაც კი გამეცნო ჩემი პიროვნება, საქმიანობა, ღირებულებები და ფასეულობები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადაში გავაგრძელებთ ჩვენს ამომრჩევლებთან აქტიურ კომუნიკაციას, მათ ინტერესების მაქსიმალურად დაცვას. ამის გარანტად უპირველესად მიმაჩნია ამომრჩევლებისადმი ჩვენი დამოკიდებულება 2017 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის სწორად დასახული პრიორიტეტები. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და სიამოვნებით ველოდებით თქვენგან შეკითხვებს ექსპლიკაციას. მე მგონი ძალიან საინტერესო წარმოადგენს და როგორც ხედავთ, რომ ერთი ადამიანისთვის და ერთი დეპუტატისთვის ესეც საკმარისია ისიც რომ მართლაც აქტიური ხალბატონია, თქო აქედან ჩანს ისე გარეშიდან. მე პირადად რა თქმა უნდა ამ კომისიის საქმიანობას და მუშაობას დადებითად ვაფასებ. მიმაჩნია, რომ ეს წარმატებული კომისიაა და მდგომარეობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ყველა ამ პროცესებში, რასაც თვითონ ბრძანა, რასაც თვითონ უახსენო და იქნებ თქვენს თუ სურვილი ექნებათ, იქნებ შეკითხვა ამ მოსაზრება გამოვყავთ როგორ ხდებათ. მოგვერიდები იყო ყველაფერი. Selama შეკითხვა არ აქვს პრაქტიკულად. შეიძლება მაშინ გადავიდეთ კიდევ ერთ განცხადებას გავაკეთებ, თავისნებას ვივცებ ვისარგებლებ თქვენი განწყობით, ჩვენი აუდიტორიის ინტერესიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე არსის დაწესებულებების რეორგანიზაცია. მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტები არის განსაზღვრული, რომელიც უშუალოდ მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობასთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. მე ვაცნობიერებ იმას, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი. თითოეული ადამიანი, რომელიც ამ დაწესებულებას ემსახურება წლების მანძილზე, სრულიად მე ვიტყოდი მხოლოდ ენთუზიაზმით, რადგან ის ანაზღაურება მართლაც მიზერულია, რაც თითოეულ მათგანს გააჩნია, იმსახურებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას. მე მოგახსენებთ, რომ ჩვენი შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი არის მუნიციპალიტეტის ჩვენი კომისიის სხდომა, რომელიც სწორედ იმ დადგენილების პროექტებს განიხილავს. თუ თქვენი ნება იქნება, შეგიძლიათ დაჩეთ და დაეცროთ მონაწილეობა მიიღოთ კომისიის მუშაობაში. თუ ვერ ახერხებთ დროის ფაქტორის გამო, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონული პოსტა რომ დაგვიტოვოთ, ჩვენ პირადად თითოეულ დაინტერესებულ პირს გადმოგიწვევთ ელექტრონულად ამ დოკუმენტებს. ჩვენ ხვალ დღეს გამიხილავთ საკრებულოს ბიუროს კიდევ ამ საკითხებს და ხვალ საკრებულოს კომისია კიდევ ერთხელ დაიწყებს მსჯელობას ამ თემაზე, საჯარო ადმინისტრაციულ განხილვას ექვემდებარება ეს ყველაფერი და ერთი თვის ვადაში ჩვენ მივიღებთ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება კონკრეტულად შემიძლია წარმოგიდგინოთ. გამოქვეყნებულია ველა ჩვენს ვებგვერდზე. გამოქვეყნებული პროექტები. არა, ეს არტიკული არის, მაგრამ თვითონ კომისია და წინადადებებს თავაზობს, თქვათ, ამასრულებელ ხელისუფლებას. აი ამ ნორმატიულ აქტებთან
რა მიმართულებით მეტ კონკრეტიზაციას ამას ექვეყნება ჩვენთვის კომისიის ხდომა. სიამოვნებით გეპარიშებით შეუდგენას და კიდევ ერთხელ მადლობას გითხრით. აი თანადგომისათვის თითოეული თქვენგანის მობრძანება ინტერესი ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობის შეფასებისთვის არის ძალიან დიდი გვერდში დგომა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თქვენი ასეთი ყურადღება ჩვენ არასდროს არ ვცნობთ თავს მარტო. მადლობა.